თეკლა ყავა მოგეწონა. თეკლა. თეკლა, ნუ ჩავფიქრდიელე რაზე? პატაზე. პატაზე? ხო, პატაზე, ელენე ვერ გავერკვე, ხან ძალიან საყვარელია, ხან ძალიან შემაწუხებელი. ხო, თეკლა, ხანდახან ისეთი რამეებია ცვია, შენ კი არა, მთელი ქალაქი წუხდება. რა ვიცი. იცი რა, ხან ძალიან მომწონს, ხან საერთოდ არა. ეგ იცი რატო თეკლა? გააჩნია რომელი პროფილით დგას. იცი საერთოდ რა არის იცი ელენე? მე საერთოდ შავგრემალი ბიჭები არ მომწონს. მე უფრო მომწონს ქერათნიანი, ცისფერთვალება, მაღალი, ათლეტური აღნაგობა. თეკლა მე ვიცი შენ რა უნდა ქნა. აი პარიზში რო ვიყავი და მიჭირდა რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ხო მივდიოდი ხოლმე მეგობრებთან ერთად დისკოტეკაზე, ნიცაში, ან ზღვაზე მარსელში, ან კურშაველში სათხილავი. იქ ყოველთვის ზუსტ გადაწყვეტილებას ვიღებდი. კარგი, ელენე, მე რა ვქნა, ქობულეთში წავიდე დისკოტეკაზე თუ ხულოში სათხილავი. წავიდე დისკოტეკაზე, გავერთობით ბიცეკვებს და მე ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ. ხოჩაღ ელენე, ხოჩაღ რა კარგი, ესე იგი დღეს მივიდეთ თანამდე ხანი არ ყოფილა დისკოტეკაზე, ესე იგი წავედ. თეკლა რა? მე? ხო. გარეთ მზეა და იგი ხარია? ხო. ეს ზაფხულს დასაბმელი გვეყოლება. ისაუზმებ? არა, ვისაუზმე უკვე. ხო, გემრიელი იყო. კი, ძალიან. ეგ მასწავლე სხვადასხვა პარიზში. ესე იგი, მაგას იცი რა ინგრედიენტები ჭირდება? მოდი, ნუ ჩამოთვლე, ჯობია არ ვიცოდე. ლაშა, ზე არ გვაქვს? ზე აღარ, ხო, დილით იყო პროფესორი შემოსული. და თავის იაპონურ ყვავილს დაუსხა. რა? ზე ყვავილს? ხო, ელენე, რა გჭირ შენ? წუხე მთელი ღამე უახველებ და არ გესმოდა? ნეტა რომ საათზე იღვიძებს ეს პატარა. ისე კაი ჩაის კი დალევდა კაცი რა. ნატი, შენ ჩემი ახალი ჩუსტები ხო არის სად არის? ესენია შენი ახალი ჩუსტები? ხო, რატი ეგენია, ხო, ეგენი. მაშინ არ ყოფილა. ისა ბატა, ელექტროჩაიდანი არ მუშაობს? რა ვიცი, მუშაობს. მე მგონი არ მუშაობს ბატა, მიდი ნახე. მიდი. რატი რა მუშაობს და რა კარგია. მარე ჩაისაც დავლევ რა. შენც დაგიე თუ გინდა. დავლევ რატი ხო და საერთოდ თუ მინდა დავლევ რატი კი მე რიდება რა იყო ვერ გავიგე. რა არის ბატა, ცუდ ხასიათზე ხარ? არა. მე ხო არ გაწყენიე რამე ბატა? არა. ხო არ წუხდები, ჩემი აქ ყოფნით, ჰა? არა. ის ანეკდოტი იცი? არა. შენ არ დალევ ჩაის?
რაღაც გათანტული მეჩვენები ბაატა რა. აი ძალიან დაბნეული ხარ, აქჩის ვერ გავიგე. რაღაცაზე ნერვიულობ და არ მეუნები. მითხარი რა. თეკლაზე ხო ბაატა? თეკლაზე ხო? რა ჩამოგიყრია ყურები, რა მოგივიდა ბაატა, კარგი რა. რა ყურები ჩამომიყრია? თუ ეგეც იგავს. ეს რაღაცას გეტყვი რა. ისა შეიძლება? ო, გისმენთ. საერთოდ ქალებზე არ უნდა ინერვიულო ბაატა რა. აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად პირიქით არის ყველაფერი, ქალები ნერვიულობენ ჩემზე. ნუ ეგ როგორ? ნუ ეს ისე რთული ამბავი არ არის, აი ჩვენ შემთხვევაში ხლა შენც რა პრინციპში და მეც ისეთი არაფერი არ აქვს რომ ქალები გიждდებოდნენ ჩვენზე. არც ბევრი ფული, არც სამსახური, არც მაგარი მანქანა. მეთანხმები? კი, მაგრამ რატი მომისმინე ხლა მაგარი მარჯვენა პროფილი რომ აქ ეგ არაფერია? მომიცმინე. ერთ რამეს გეტყვი, ქალები არასდროს არ უყურებენ მამაკაც პროფილზე რა. ვიცი რა თქმა უნდა ტყუილად მაქვს. კი. რა კი? ტყუილად გაქვს ბაატა. აქ მთავარია ტვინი აამუშავო, ტვინი. ტვინი ყველაზე მაგარია სამსახურზეც და მანქანაზეც. ნუ აი, აი, მაგალითად აი ბაატა. აი, ეს არის გოგო. ადექი. მოდი ჭამას. ადექი, მოდი და გაიცანი. ავიცნო? ხო, მიდი. მიდი მანახე. კარგი. კარგი რატი? მიდი. აბა. ბაატა ყურელი. აი. არაფერი ბაატა. რა არაფერი, რატი ამას ვიცნობ. მამას ხო არ დაურეკავს? მამამ დაარეკა 1 საათში მოვა. გაგოცილებს თუ არ იმეცადინებს, სათევზაოდ ვერ წახო. როგორ ნამეცადინები მაქვს? ქართული ნახჭა. მართლა? აბა ისტორია ჩამაბარე. ჩაგაბარებდი, მაგრამ აქ ცალია. იცი რა, მიდი ლაშაბიძიას ჩააბარე. ხორადა. კი მამა. აჰა. გავიგე. ლაშაბიძია, დედა საჯერო რომ მე ვიცი შენ რამდენი წლის ხარ და ხო ვიცი? ხო. კი, იცი ეფიჭო დამაცა კი ხუდა ლაპარაკი. რა, გეხოცებ უცხო. ეფიჭო. იცი სელენა, იცი რა გინდა ეხლა? ლაშა, მე არაფერი არ მინდა. მე ის მინდა რომ იმეცადინოს და წავიდა სათევზაოდ და კიდევ ის მინდა რომ მათემატიკის მასწავლებელმა არ დამირეკოს და არ მითხრას. წილადები დავიწყეთ და ნიკა ჩამორჩაო. ხო. იცი რატო ჩამორჩი? რატო? მე მინდა რომ გამოვიდე არქეოლოგი. ვიპოვო განძი, ესა, ისა. ხოდა არ მჭირდება ეს წილადები. კარგი, ესე იგი არქეოლოგი, ხო? კარგი. მაშინ ისტორია ჩამაბარე. არქეოლოგია კი საინტერესოა და კარგი, მაგრამ ექიმობა ხო არ მეცადა თქო, აი ლაშაბიძია ექიმია თან, აი მეც ექიმი გამოვა. ოღონდ სამსახურიანი ექიმი. რაო რა ლაშაბიძიაო რაო? რაო და ლაშაბიძია წამოყვას მე და მამა სათევზაოდ. თან დედაც უფრო შვიდად იქნებაო. კარგი რა ელენე რა, სათევზაოდ სასიარულო წალია მე ამდენი საქმე მაგ რა. ხო, აბა ლაშა ამდენი საქმე გაქვს შენ ახლა ტელევიზორთან უნდა დაჯდე პულტი აიღო აბა. არა, მაგდენიც არა მაგ, ნიკა პულტი მომაწოდე. ელენე რა არის ეხლა და ახლა დამირეკა ნოდარმა. ჩემმა ნოდარმა დამირეკა რაღაც სამსახურის თაობაზე რაღაც შეხვედრა უნდა მოკლედ შეხვედრა მაგამ ნოდართან სამსახურის თაობაზე და მინდა რომ იცოდე რომ ნოდართან მივდივარ შესახვედრა. რა ვიცი მე რამე ტრეფინგი სვერპლი არ აღმოჩნია რაღაცა მე. აი ისა ნიკა, იცოდე მამა არ გააბრაზო. დინარესთან ახლოს არ მიხვიდე და ჭიებს ხელი არ მოკიდო. კარგი, მაშინ დედა ჩავალ მამასთან. გამოვართმე ბანკეს. ამოვალ და ჩემი ოთახიდან მithევზავე. ნიკა, მომისმინე, ოქროს თევზი თუ დაიჭირე თქვენ, სამივე სული რაღაც ისულელებში არ დახარჯო. ხო, ერთი ჩემს სამსახურზე თუ თხარი რა. ნიკა რა არის, ხა თუ პირდაპირ ასე ვერ თხოვ.
იქნებ ვინმე სიცნობდეს სადმე გაიდი ან რაღაცა რომ ხო ხდები ახლა რა ვარიანტიცად ხო? ლაშა, ესე იგი სამსახურზე ნოდარის და თევზის იმედად ხარ, ხო? კი. მაგრამ რა არიცი, ოქროს თევზი უფრო რეალური მგონია. კარგი, მაგას თავი დავანებოთ. ეხლა წარმოიდგინე რომ მე ვარ გოგო. გოგო ხარ? ხო. მოდი და გამიცანი. კარგი. თამამო ხარ. თამო თამამა, აბარა თამამა თო, ესე იგი გოგო ხარ. გამარჯობა, მე პაატა ვარ. გოგონი, მე პაატა ვარ, გოგონი. ვიც რატი უზრდელი გოგო ხარ თუ? ცოტა იფიქრე პაატა, რაღაც ისეთი უნდა მითხრა რომ დამაინტერესოს რა. დაგაინტერესოს. ეგრე მითხარი, რატი ესე იგი დაგაინტერესოს. ესე იგი დაგაინტერესოს, კარგი. მე სარაკი. გაიგე პუტინ მარადვა. აქ არაფერი არ გამოვა პაატა, გაანებე ყველაფერს თავი. ესე გავაკეთოთ, მე და შენ დღეს წავიდეთ კლუბში. ხო, მაგარია, ხო, ბევრი გოგოები. კარგი, რატი წავიდეთ? აი თქვათ მივედით კლუბში. ეხლა. და ძალიან ბევრი მაგარი გოგო. ხო. მე ვდგავარ ბართან. და ამ დროს შენ შემოდიხარ, გადი? იგი შემოდივარ. ზათხარ? ხო. ხო, კარგი, მე შემოდივარ, შენ გავარ ბართან. კარგი, მოვდივარ, რატი? ამოვიდა პაატა. კარგი, მოდის პაატა. ფიქსე რომ აღარასოდეს აღარ გაივლი ესე. გეფიქსები აღარ გამივლი ესე, მაგრამ მაშინ მითხარი როგორ გავიარო. მოდი დგომას მაინც გასწავლე. კარგი, გამიდე. ჩაღუნე მარცხენა მუხლი. ჩავტე ხო? ხო. და ენა. დადე უკანა კბილზე. როდის გითხარი თქო? კედელს რომ მიემსხვრე მაგის ბრალია. კიდე კარგი ტელეფონი გქონია, კარგად გესმის. კიდე მიემსხვრე? რაც კიდე ისქენი არ მაინტერესებს. ალო. აი თქვენი ჩაი მივთით. უბრალოდ ჩვენ ჩაი არ შევიკვეთავს. უკაცრავად. უკვე თქვენ მითხარით ჩაი? თქვენ? ვინ მითხრა ჩაი მინდა? ხო, გამახსენდა დედაჩება მითხრა სახლში. ჩვენ მოვიფიქრეთ და შევუკვეთავთ ხოლმე. გისმენთ? ესე იგი ჯერ 2 ლუდი და ჩიფსი. დანარჩენებს სხვების რომ მოვლენ მერე შევუკვეთავთ. სხვებიც უნდა მოვიდნენ? კი. კარგი, მაშინ ბარემ ისინიც მოვიდნენ და ერთად შევუკვეთოთ. აქეთ კითხვა არ ვივლი. პოზიტივ ასაკენ გენაცვალე დამაგვიანდა? მას არ მოსულა ჯე? არა. სად არის ერთი ჯი ამდენი ხანი, კაცო, მე მეგონა მე დავაგვიანებდა, თურმე სიმასაც ხო, კაი. რაიცის ეს ამ ხალხმა რო დააგვიანებს და გალოდინებენ ამდენი ხანი. ხოდა დამაგვიანდა, დიდხანს მელოდე? რაღა დიდხანს გენაცვალე და რაღა ცოტა ნახევარი საათია მოვხდილოდი. რას ლაპარაკობ? ბოდიში. ეს დაგვიანება არაფერი, თავარი იქ არ დაგვაგვიანდეს. ის საქმეზე მოგიყვანე, მე შემდგეს სალაპარაკო. კარგი, შევუკვეთავ რამე? არა, მადლობთან. კარგი, ხო, კარგი, აბა რა საქმეა? ესე იგი, ლაშა გენაცვალე. ხო. ახალი კლინიკა იხსნება და ხაჭაპურს შევჭამ მე. და ვერ გავიგე, ვერ გაიგე, გენაცვალე, შეუკვეთე ხაჭაპური მოვიტანო, შევჭამო რომ მოგიყვე ამბავი ახალ კლინიკასთან დაგარჩინე. ხო, ხო. ისა, თათია, ეცეთ შეიძლება? ხო. თათია კი იწოცხლე. ხაჭაპური მალე იქნება?
ახალი არა და გუშინ წინდელი კი? კარგი დაველოდებით. გუშინ წინდელს? რატო გუშინ წინდელს? ისა. ალო? ვისი ტელეფონიდან მირეკავ? არ მაინტერესებს. 3 წუთი გაქვს რომ ამიხსნა. გისმენ? ისა. ახალ ხაჭაპურს დაველოდებ. ახალ ხაჭაპურს. მოკლედ, ბაშა გენაცალი, ახალი კლინიკა იხსება და რო იცოდე ვიზე გავედი გაგისტე. აჰა. ბიჭა, ახალი კლინიკა იხსნება და ვიზე გახვედ? იმაზე? არა, დირექტორზე გავედი, ხომ თვად იმაზე ჯერ ვერ გავედი, მაგრამ იმასთან გასვლა თუ გახდა საჭირო, აუცილებლად გავალ. ბებია მისი და ბებია ჩემი ერთად ისვენებდნენ ცებში, აწყვონოს ბებია ჩემი ქმედმა, კონკურსში მუშაობდა და საგზურებს ურიგებდნენ. ისე იცნობენ რომ გადასარევად. კარგი გავიგე, რაღაცა კლინიკაზე მიყვებოდი, აბა გააგრძელება. მოკლედ, იმ კლინიკის დირექტორი მოვა ეხლა ჩვენთან და ჩვენ უნდა ვანახოთ ჩვენი CV თუ რაოდენ წარმატებული ადამიანები ვართ. ჩვენ საქმეში მე იმისთან CV გავამზადე, თვაც გახეთქავს გენაცვალება. შენ უნდა იღონო რაღაცა მოამზადო, აი. ეს არის შენ. ბიჭა, 2005-2008 წლებში მოღვაწეობდი პროფესორ ელგუჯა ჯანელიძესთან, კაბინეტის უფროსთან. უფროსად. ისწავლე პიროვნება. პროფესორ ჯანელიძეს ყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, 3 შვილი, პირველი ქორწინებიდან და ერთიც მეორე ქორწინებით. მეორე ისე გააკეთა და მე იძულებული გახდა რა. 2009 წელს წამლების დაკარგვის საქმეში ქეთევან ორაგველიძის გვარის ფიგურირებდა, რაზეც ეჭვი პირველმა მე მივიტანე. ვერ მიხდა კაციშვილი ბაიბურში არ იყო, მე რო თქვი რომ ეგ იქნება თუ ამ ხამერე ხელიფერა. ორაგველიძე ქეთევან. ისე ნოდა, ის CV უშიშროებაში რო შეგეგზავნა არ იქნება. მიტანილია უკვე, მიტანილი. არის. ნუ განერვიულებს შენ. ეხლა თავარია რომ იმ კაცს ვაჩვენოთ ჩვენი პროფესიონალიზმი, მე უთხარი უკვე რომ თქვენს გარდა ბატონო გვეხვეწება რიგივი დგას კლინიკის დირექტორების, არა ჩვენთან მობწანდი, არა ჩვენთან მობწანდი. მართლა დაიჯერა მერე? ახლა დაიჯერა თუ არ დაიჯერა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ. ჩვენი კითხე შეგაჭირებულა უმუშევარი და უკაპიკო ხარ, მე ორი კაპიკი კი მაქვს, შავი დღისთვის გადანახული და რაღაცას ვიზავდა იმისთანა ზამთარი გველოდება წინ რა გვიაშველება არ ვიცი, მაგრამ ამაზე უორეში რა უნდა ზამთარი ეს ჩემი ახალი მეზობელია, მსახიობია, ფრიდონ შვანგირაძე. მე ვეზიზღება თეატრი ბოლომდე არა ვარ ამ სპექტაკლზე გაჩერებული. თეატრი რა არის? უკაცრავად, სექტემბრის მერე რემონტი ხომ არ გაგიკეთებიათ? კარგით, მადლობა. ნახვამდის. ელენი, სადარეკე? იმ კლუბში დავრეკე, წასვლა სადაც ვაპირებ. იქ არის ლურჯი კედლები. ხო და შესაბამისად ხომ უნდა ჩავიცვათ, არა? ტანსაცმელის მაკიაჟიც უნდა შეურჩიოთ. ხო, იჟები ხო. თეკლა რას იცნე? ელენე, ერთი რაც ზუსტად ვიცი, შენი ჟაკეტი უნდა ჩავიცვა. და მე რა ჩავიცვა? შენ ჩემი ჩაიცვი. ეს? ხო, ისა. ელენე, ძალიან ლამაზი ჟაკეტია, ელენე. თან ნახე როგორი ვარდები აქვს, ფოთლებიც გქონია, ელენე. თან ისეთი ჟაკეტია, წარმოიდგინე, ყველაფერს მოუხდება. მე მგონი არავის არ აქვს ესეთი. ნეტა მე მეცვას. კარგი თეკლა, კარგი. ამას ჩავთ. ოღონდ გახსოვდეს რომ პარიზიდან ჩამოვიტანე და გაუფრთხილდი, კარგი? ხო, შენც გაუფრთხილდი, ჩემო მეგობარმა ჩამომიტანა პარიზიდან. კარგი, ეხლა იცი რას ვიზავ, სხვათან საცმელს გამოვიტან და ამარჩევინე. კარგი, ოღონდ ყველაფერს ერთად ნუ გამოიტანე, ელენე, 1-2 გამოიტანე და იქიდან ავარჩიოთ. თეკლა. აბა რომელი ჩავიცვა? ეს შარვალი და პერანგი თუ ეს პერანგი? მე თუ მკითხავ, ელენე, იცი რა არის? ეს პერანგი ამას არ უხდება, არა და ეს შარვალი წელზე კარგად მაქვს. მაშინ ეს პერანგი და ეს იცი რა, ეხო ვიცი არა ჩემი თავის ამბავი, იმ კლუბში რო წავა, მე ვიტყვი ნეტავი ეს შარვალი ჩამოცვა და ეს პერანგი თქვი, იმიტომ რომ ეს შარვალი წელზე ისე კარგად მაქვს, თეკლა რომ რა საკეთე? ელენე, ეს შეიძლება ეს სველია და და შენ იცი რომელი საყურეები გაიკეთე, მე რომ გაჩუქე. შენ რომ აჩუქე? რა დაკარგე? ორივე კი არა.
მერე კი არ დავკარგე. ეთყობა სადმე ისეთ ადგილას დავდე და არ მახსოვს აი უჯრაში ან თაროზე ან სადმე ქუჩაში. ისა ელენე რა კარგია რომ მივდივარ. რა კარგია ხო ძალიან. ისა რა ქვია თანამდე ხანი არ ყოფილა. გახსოვს ბოლოს რო ვიყავით რამდენი დავლიეთ. აბა თეკლა. და მეორე დღეს რაც უნდათ ვიყავ. შენი ყავი მე არ დამილევია თეკლა მე ვიტყვებოდი ვითომ სხვადი და ესე ვიჭყარებოდი. გამარჯობა. გამარჯობა. გოგოებო ჩურჩხელები მოგიტანეთ. ჩემი კი, აბა ხატყანე სულ წამს ხოლმე და მე დამავიწყდა. ვეღარ ვიპოვე და რაღაცას ვეძებდი შემთხვევით არ მოვაჩინე, არ გაომხილებით, არ მომკლავს ერთი და წეცა მოგიდე. დიდი მადლობა, რატომ წუხებოდი? სადმე მიდიხართ ელენე? ყავას დაგიხავ. უი არა, დილით რო ჩამოვდიოდი პურზე, სადარბაზოში შემხვდა სტურუების რძალი. დედა გადამეკიდა, წამოდი ჩვენთან ყავა დავლიოთო და ძალით შევედი, რა მექნა. ხოდები ხო იცი მაგათი ლევანი რა ბიჭია, ხო წარმოშავს? მერიაში. აბა რა, ხო და მე უთხარგება რაღაცა მჭირდება მეთქი და რა სამოფონო უნდა და ყველაფერს გაგიკეთებოდა ის პატარა. რა ბიჭი ის პატარა ვიღა ნუნდე და პურზე არ ჩახვიდა და მე ჩავა და საერთოდ ყოველთვის მე გაგეგზავნები. დედა ზურა იცი რა მითხრა ზურამ დარჩი ჩვენთან იყავი ნუნდე და გადაგითავ ტელევიზორს რომ რაღაცებს გინდა და უყურე ჩვენთან ერთად სერიალს გადაგიტო დარჩეკი და სამი ჭიქა ყავა დალი და სადმე მიდიხართ ელენე? ერთი წუთით დაგტოვა. ელენე მითხრა რომ სადღაც მივდივართო და მე ხა სხვა გიშით წავალ თუ არა ნუნდე და აბა კლუბში რა გვინდა დაღამებამდე. ვაიმე კლუბში მიდიხარ? ხო აბა რა გინდა დაღამებამდე. საბერძნეთში ყოფილი ერთი მაგარი კლუბი ჩემი ინდირა დადის თუ მე ხშირად როცა მეცადინო არ აქვს ისე მაშინ კარგი ახალგაზრდები ხართ ელენე უნდა წახვიდეთ აბა რა კლუბში გაერთოთ. ხო აბა რა სხვათა შორის მეც გასართობად მოვედი ვიფიქრე მეც გავერთობი და გოგოების გაერთობიან მეთქი. იცი რა ვქნათ გოგოებო? ეხლა გამოვაცხოთ ბლინები. მე ჩაუტანოთ ჩემ ემზარის ხოცი რა ენა აქვს დაждდება მოგუყება კუკურის შესახებ. კუკური ხოცი რო თამაშობს ხოლმე ჩემი ემზარი ნაცნო თამაშება სხვათა შორის რო აგებინებს იმიტომ რომ გულის სტიმულატორი აქვს და არ შეიძლება იმის ნერვიულობა და აბა რა ვიცხობ. ხალბატონო სხვა დროს რომ იყოს ვერ მოვასწრებ. აი მე რას ვერ მოვასწრებ? აგერები, მიქსერი, აქვე ნახე კვერცხის გაქვს, არაჟანი ძრძეთ, ყველაფერი ქონია და რა უნდა ამის გაკეთება და ზედა დავიარე. თავს არ დაგვანებებს და თან წავიყვანოთ. ნუნუ კლუბში? ხო რა. ვერთობით გოგოები? მოგესალმები, სალამი, ბატონო. სალამი. გამარჯობა, შენ როგორ ხარ? კარგად. არ მითხრათ ეს რო ცოცხალი ფრიდონ შვანგირაცია. მოგესალმები, ბატონო. რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი შვანგირაძე ფრიდკიცანი. დაბძანე. ნოდარ გელაძე, ნიჭიერი ხალხისა და ზოგადად თეატრის დიდი თაყვანისმცემელი თქვენის თამადობით რასაკვირველი. ბატონი ნოდარი თუ რას წარმოადგენს და ვინ არის? აი აქცენტია და შეგიძლიათ იხილოთ. ჩემთვის ცალსახად ნათელია ყველაფერი. აი, თქვენისთანა ხალხი. და თქვენით საზრდოობს თეატრი. რა არის მსახიობისთვის მთავარი? ფული? არა. ჯილდო? არა. აღიარება? არა. აღიარება გვასწავლე. აღიარება ჩვენი საზრდო. იცით რა, თქვენნაირ ადამიანებთან ასეთი სუფრა ჩემთვის მიუღებელია. გოგონი, მოდი ჩემთან, მოდი გენაც, მოდი ჩემი გოგო, ჩაიწერე მან ჩაიწერე. ზეგი. კეჟერა ფხალი, ყველი სასოფტი, წნილი სასოფტი, კუპატი, კარგი ბატონო. ახლა აქ ბარია, გესმინდა ხა, ყავა და ასეთ სულ რაღაცას თუ შეუკვეთავ თორე, აბა. იყოს ყავა, 3 ყავა მოგვიტანე. აჰა. 3 ყავა.
კისერი მაქვს, გაციებული, ძარღვი მაქვს, კაკინი მაქვს. ლაშა არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა თავში. ბატონო ფრიდონ, თქვენ როდესმე კლინიკის დირექტორის როლი თუ შეგისრულებიათ? კლინიკის დირექტორის არა, მე როგორც ვიცი, მაგრამ ყოყოჩებში თამაშობდა პედიატრს. ნოდარ ახლა, შენ ყოყოჩები არ გახსოვს, ნოდარ? მის შესრულებული პედიატრი იყო? არ ყოყოჩების მეტი რა მახსოვს? ზეპირად ვიცი თელი ყოყოჩები შეგენარეთ. რა დაგავიწყებს? არა, კარგ სპექტაკლს ჩემო ნოდარ. რა დაგავიწყებს? ვაგლახ ერშალო. ვაგლახ რომ სამი დაუნდობელია. მარადიულია სამი მარადიულია, მაგრამ ბატონო ფრიდონ, თქვენზე არის დამოკიდებული ჩვენი სამსახურის ბედი და უბედობა. თქვენი ჭირიმე არ გამოგწვათ, იცერი უარი არ გითხრათ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე. და თქვენ რა? რას არ გადააწყვეტინებთ ადამიანს? რას ვაკეთებთ თუნდაც არ ვიცი. აი ნახეთ, ალბათო, როგორ გავერთობთ? რა არის იცი? ბოლოს ფუნიკულიორზე რომ ვიყავი და ჩარლსტონი რომ ვიცეკვე, მის მერე აღარ ვიცეკვია. თუმცა ვიტყუები, ჩემი მაზლის ქორწილში, ჩემ მულს რომ წამოვაცვი ხელზე ბრილიანტის ბეჭედი, მაგის ღირსი კი არ იყო, არც ეგ დავთავისი მოძღმა, მაგრამ რა უყო ჩემ ემზარს. მოდი ემზარს ვეტყვი, რომ ვითომ მივდივარ დათლუხში მკერავთან. ხო, გაიგოს და თქვენც არაფერი არ უთხრათ. არა, როგორ რას ლაპარაკობთ? ნახავდის. რა არის იცი? აი ემზარი რაღაცნაირი ისეთია გულაცრუებული თორე. სამოსულიყო ჩემთან ერთად, მუხს მაინც გაშლიდა. სხვათა შორის მაგისმა ცეკვა მომხიბლა და მიგნელა თვალები, რომ გაშალა მკლავები და გადმოხტა და დამაცხრა ქორივით. პატარა ციცილასავით გოგოს. პირველ კურსზე ყველაზე წვრილი წელი მქონდა მე სხვადასხვა. კარგად. რა არის იცი გოგოებო, ჩემი ძალიან ძვირი იქნება სასმე და ჩემ გაკეთებულ ლიქიორს წამოვიღებ საშობაოს და დავლიოს. საერთოდ გადაუმალებ, აი მე კი არ მახსოვს. ვიპოვი. ბატონ ფრიდონ, ვითომ თქვენ ხართ კლინიკის დირექტორი და თქვენი აყვანა გინდათ სამსახურში. ანუ კონკურენტი ხართ, რა? კონკურენტი ხო ხდება? ვაცადე, ვაშა, არ არის ასე მარტივად ეს ყველაფერი. თუისით, ის პიროვნება, ვინც უნდა მოვიდეს, ხელოვნების მოტფიალე ხომ არ არის. არ მგონია. მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რომ მიცნოს, აი ცოცხალი მაგალითი. იქნებ გრინიან, ულვაში ხომ არ გავა. არ არის საჭირო. არ არის საჭირო. ეხლა სად ნახავდა ეხლა სად ექნებოდა იმ ადამიანს დრო რომ სპექტაკლებზე ამხელა კლინიკას აშენებდა კაცი. აი ახლა ამ ხლის მსახიობი ვარ, არტისტული ადამიანი. მიხვრა მოხრაზე არ მიცნოს. თქვენი სპექტაკლის მერე ვინ იფიქრებდა რომ თქვენ მართლა ყოყოჩში აბრძანდებით ცხოვრებაში? ყოყოჩებში პედიატრს გულისხმობდა. ხო, ჩემო კარგო. იცი რა ვიფიქრე? აბა თეთრი ხალათი ხომ არ ჩავიცვა? ქართულ საუბარში რუსული სიტყვები ხომ არ გაურიო? რუსული მედიცინა მაინც მოწინავე იყო ყოველთვის, ასე ვთქვათ, ფლაგმანი. რა სიტყვით? არ ამგონია რომ საჭირო იყოს, აი წერანაც ხო გითხარით. მე ვფიქრობ რომ აი უბრალო კლინიკის დირექტორი რო იყოთ. შეგი ასეთი რთული როლი, ასეთ მცირე დროში, ექიმი უშანგი. კარგია. არა, ექიმი უშანგი ყალბია. უშანგი. არ მჯერ. არც მე არ მჯერ. თემური ექიმი. კარგი. გადაწყდა, მოკლედ შევთან. ესე იგი ასეთი მცირე დროში, ასეთი რთული და ასეთი როლი, მაგრამ არა უშავს ფრიდონ შვანგელაძეს ქონია მსგავსი შემთხვევები. მართლა? დიახ, საგარეჯოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ბებე სამუშიას კრუხის კამარაში
ერთი საოცრად კარგი ბიჭი თამაშობდა ამ სტოლას. ერთ დღეს ნაბახუსელზე ცუდად შეიქმნა. ერთი საათი დაადრე სპექტაკლის დაწყებამდე ჩემი საგრიმიუროს კარი შემოაღო ჩვენი თეატრის დირექტორმა. თრიდორ! დაბალი კაცი იყო, ასე წვრილი ხმა ჰქონდა. ადგილობელი საგარეჯველი. მოდამიშველო! იქნები მწტოვარი. რა თქმა უნდა, იმ დღეს ყველაფერმა შესანიშნავად შეიარა. აბა რა იქნება? თრიდორ! იქნები კლინიკის დირექტორი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გასრობა. განვიხილავთ თქვენ საკითხს და დადებითი პასუხის შემთხვევაში შემოგეხმიანებით ბატონებო. თავად ბატონო და ბრძენო პიროვნება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ სხვა შემოთავაზებებიც გვაქვს და სხვა კლინიკის დირექტორებიც ელოდებიან ჩვენგან პასუხს. ჩემგან და მისგან. გასაგებია, მაგრამ იცით მე მიჭირს ასე უცებ გადაწყვეტილებების მიღება და არა ეგეც კი არის კი. უკაცრავად ჰოი საოცრება ჩემთვის ფრიად სასიამოვნოა თქვენისთანა განათლებული და პროფესიონალი ხალხის ხილვა. მოგესალმებით ჩამოლაშა. მოგესალმებით. რესპუბლიკის დამსახურებული ალალი ექიმი კლინიკის დირექტორი თემურ სხილაძე ჩემო ბატონო. სასიამოვნოა ოთარ ქორქია, ასევე კლინიკის დირექტორი. შესანიშნავია. ესეც ერთ-ერთი მათგანია ჩვენგან რო პასუხსელის კლინიკის დირექტორია. საიდან მოხდით ეგიმო ჩვენთან? აქ საიდან მოხდით? ანანასის შესაძმელად შემოվել. ანანასი ხომ ასაძლოებს და სიცოცხლით ავსებს ჩვენს ორგანიზმს. დავიბენი უცებ ასე დროს ტაშველოდები ხოლმე და პაუზა გავაკეთე. რომელი კლინიკის დირექტორი ბრძანებით? 1979 წლიდან 1985 წლამდე გახურით ოზურგეთის საავადმყოფოს ექიმი. 85 წლიდან შემობატონო საგარეჯოს მოზარდთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ახლა კი გახლავართ ბორჯომის ახლად გახსნილი კლინიკის დირექტორი. რა კარგია რომ გაგიცანით, მაგრამ აქამდე რატომ არ შეხვედრივართ ერთმანეთს მიკვირს? აქამდე მე მოსკოვში ვსწავლობდი. რას ლაპარაკობთ? მეც მოსკოვში ვსწავლობდი. რომელ წლებში ვსწავლობდით მოსკოვში? კარგი წლები იყო. სპეციალობა? ადრე პედიატრი ვიყავი. ახლა მაიზერახლებიანი ვარ. სპექტაკლიდან თქვა ფრაზა თემურმა ექიმმა. ხო, ძალიან უყვარს თეატრი გიждდება თეატრი. ჩვენი პროფესიის სირთულეებს თეატრი და პოეზია მაძლევინებს ჩემო ბატონო. შენი წამალი ჩემთვის ბარდნება. შენი წამალი ჩემთვის შხამია. რადგან მზის სხივით ნამი არ თბებ. რადგან საათი 4 წამია. სულ რაღაც 4. ბიჭებო რაკენით რაიმე გადაწყვეტილება მიიღეთ ჩვენი საუბრის შედეგად? ჩვენ სხვა შემოთავაზებაც გვაქვს და ეხა პროცესში ვართ, ფიქრობთ მყალიბდები. კი, რას მეუბნებით? ბატონო, ესე იგი თქვენს გინდათ ეს ხალხი აიყვანოთ და თქვენთან ისეთ ვერ დაგიწყოთ ბატონო, ნამდვილად ვერ დაგიწყოთ. დიდი ბოდიში, მაგრამ გამორიცხულია. მე შემიძლია ხვალვე გითხრათ პასუხი. იცით რა, ხვალვე რატომ გადავდოთ? მე შემიძლია დღესვე მოვაზერო. დღესვეო და მეც რატომ გადავდოთ? ხვალვე შეიძლება დღეს გავა.
ვიცით მაპატით უხერხულად გამომივიდა. მოდით ასე მოვიქცეთ. ერთი მე წავიყვან. ერთი თქვენ წაიყვანეთ. მე მაწყობს მოვდივარ კი. ერთი წუთი ძალიან გყო. მოდით ახლა ისეთ შეცდომას, ფატალურ შეცდომას უნდა უჩვენოთ, როგორც ხვიჩა და გოჩა შემთხვევაში. მართალი ხარ შემოლაშა. მართალი ხარ შენ, მართალი. მე შემიძლია თქვენი ხელფასი 3000 ლარამდე გავზარდო. პლუს ბონუსები. იცით, ხელფასები ჩვენთან ცოტა უფრო მაღალია. მე 4000 მქონდა გათვალისწინებული. ბატონო თემურ, იცით რა, ჩვენ გადავწყვიტეთ ბატონო თართან თანამშრომლობა, ასე რომ და სამწუხაროა. ბატონო თართან ნული გადაწყვეტილება მიიღო. ნული. შესდეგი. 5000 და ჩამოვართვათ ხელი ერთმანეთს. რა გაეწყობა? უკაცრავად. არა პოლიგონად გამომივიდა. კარგად ძალებოდეთ ორივე თქვენი იყოს ჩემო ბატონო. არა ის გამომივიდა. უკაცრავად. ბატონო ვაიმე ნახლა მე ჰა ბატონო ფილო მიბწადით ეხა აქედან და ბიზზე გამოგიძახებთ ბატონო ხელფასის გაზრდას ვცდილობდი მხოლოდ და მხოლოდ პირველმა ნაწილმა ჩემმა მსახიობურმა ოსტატობამ ასე ვთქვათ კარგი შედეგი მიჩვენა და ვიფიქრე რომ მაგრამ მეორე ნაწილი ფინალი სრული ტრახი იყო მე ამ კრახს ვერ გადავიტან თემური ექიმო თათია გეხვეწები დამალევინე რამე რა შენ ყველას ისმობს საერთოდ? კი. საერთაშორის შენც უკვე ყველა გიცნობს. ვიცი, ეგ რანაირად, აბა? აბა ესპერანგი ვის დაავიწყდება თქო. რატი აუცილებელია ესე ვიდგე, ჰა? დაიღო? არაფერი, კუნთი გამეჭიმა და მუხლი წასულობს და დავიძები რა, ხო? რა მოგივიდა? არ ვიცი, რა. იცი სიბრალია ეს ყველაფერი? რომ არასწორად აკეთებ, ბატა, არასწორად. აი გაჩვენე რომ მინდა ერთი წუთი დაჯექი, არ მინდა ვიცი, რატი თავარი თქომა ხო არ არის ახლა, რას მე ლაპარაკი, თავარი არის საუბარი. ლაპარაკი კიდე ვიცი, ხო ვისწავლე. კაი, ისწავლე არა ის. გინდა დაგენიზლავ. რაზე და ნებისმიერ გოგოსთან დავჯდები, დაუწყებ ლაპარაკს და თვითონ დაპატიჟებ საცეკვაოდ. მოდი ნებისმიერი არ გინდა. შენ რომელი გოგოს მოგეწონება, იმასთან მიდი. კი ბატონო, აი გეუბნები. ნებისმიერ გოგოსთან დავჯდები, ჩემი მჭერმეტყოლები გავაბრუნებ და მეცეკვება. ეუბნები თვითონ დაპატიჟებ. მაგაზე დაგენიზლავები. თუ შენ მოიგე მე ერთთვის ქირას დაგიმატე. თუ მე მოვიგე ერთთვის ქირას აღარ გადაგიქრა. 350. რატი და მომისმინე კი ბატონო. მაშინ აირჩიე ნებისმიერი გოგო. არა, ნებისმიერი არ გინდა მეთქი, ვინც მოგეწონება, ნებისმიერთან მიდი, ვინც მოგეწონება. კარგი, მაშინ ნებისმიერი არა, ვინც პირველი შემოვა. იყოს ეგრე? ეს პირველი არა. დაფიქრდი, ნუ იჩქარე. არ ცხარო, რატი? ვინც პირველი შემოვა, იმასთან მივა. და თვითონ დამბაძებ საცეკვაოდ. გეუბნები, ვინც პირველი მოვა. კარგად ნახოთ. რა თქვით ვის პირველი ვის მომეწონება ხო პირველი არა შენ აჩქარდი უკვე და ეხლა იჩქარე მიდი ბაათაღებულა რა მოგივიდა მიდი არ შემიძლია ეხლა გამიგე რა რატი წავაგი რატი არა შანსი არა რატი ხო რა მოგივიდა ჩემ ოთახს გაძლევ რა ქვია კიდე მეორე ოთახს გიმატებ და მეტი რა გინდა ეხლა ვერ გავიგე არა კარგი რა რატი გამიგე რა მე ჩემ ემზარებს თავზე ვერ გადავახტები რა Abbiamo da ram khmazi es musica kamgestera. Twitch akhat bitevo. Ui khalbaton. Როგორ გახდები ეს ყველა კაგინა ქალბატონო. ბავშვს გამოკაი, მარტო ხარ გამოვშე ხო? ბავშვების მარტო როგორ გამოშვება ესე ის მოდი.
როგორ შემოგასწროთ ხარ ხოლმე გამაგიჟეთ როგორ შემოგასწროთ გამაგიჟეთ რა ხდება? არაფერი. ერთო ვიცი. ჩვენ კითხვით? მე კი ეს ვეღარ. რატო პატა? არაფერი თეკლა რა კარგად გამოიყურები თეკლა პატა 350. კარგი თეკლა კარგად გამოიყურები მაგრამ აბა ქალბატონი ნუნუკას სილამაზე შეედრება რამე ქალბატონი ნუნუკა ვარი პატა რაღაცა ცუდად ხომ არა ხარ არა ქალბატონი ნუნუკა რა ცუდად ვარ დღეს რამ შვენიურად გამოიყურებით ქალბატონო ნუნუ და შეცაგატკია ხო თავის მუსიკა შეიძლება ცოტა რო ჩაუწიო ძალიან ატკიდა რა ვისი ხენიათისპენი შევქიეს აღარხანია თქვენ გოგონი ერთი ვისკი მომიტანეთ თუ შეიძლება რა და დედა გასწრებს პიტია მე ერთი თვითონ ორმაგი იყო თუ შეიძლება ხო? ხო, ორმაგი არა, ერთმაგი იყოს. თუ კარგი ცოტა მოკლედ ცოტა რა. ხო. კარგი. როგორია? შენ იმას რა ქვია რა? პატას რა დაემართ? ქალბატონ ნუნუკას ეთრანჯება. დალე და მეს. ფოტოხლის წვენს და არას მოგიდა. კი. ეხლავე? და ნუნუს ეთრანჯება. თეკლა შეკიდე ამბობდი თბილისურ კლუბებში არაფერი იყიდებაო. ლერენი მაგარი წვილია რა შეხედე ნახე ყველა მაგას უყურებს მივხვდი პატა გაეჭვიანებს შენ და ფრიდონი პატა და ნუნუ კარგი ლერენი რა კარგი რა დავდი ვიცეკოთ არა აი ხოთი რაღაცა უცნაური ბიჭია ეს პატა გუშინ მე პრანჭებოდა დღეს კიდე აი თეკლა იმიტომ რომ შენ და ნუნუს ძალიან ბევრი კაც საერთო ო აი შენ ძალიან გამხდარი ხარ ნუნუ ძალიან სრული ხო აი სიტყვა ძალიან არის საერთო როგორია გამომართვი აჰა მადლობა აბა თუნურია აი მე რა დამალევინე რატი გული ძალიან ძალი თეკლა დავწერი შეკლა ყველა აი მე რა კარგია თეკლა მოიცა ეგ ფოხლის წვენი არაყი არ მომიტანია ჯერ თეკლა იცი გახსოვდეს რომ ჩემი ჟაკეტი გაცვია ძალიანაც ნუ მოინდომა ხო შენც გახსოვდეს ელენე კარგი ხო და აი ესია ქალბატონო ნუნუკა და ეგრე უთხრა პუტინა ისირას გეტყვი და ადექი ახლა და მასე ამ თითისტოლა გოგვემა როგორ უნდა ნაჭო ადექი ეგრე რა ქალბატონო ნუნუ ეგრე რა ქალბატონო ნუნუ ეგრე რა Stava tormozando. Me direi rote, para me. როგორ ხარ? ხარ დასვალდი. მართლა, ჩემი ჭკვიანი ბიჭი, რა დაიჭირეთე? ვაიმე, ნიკა ბაკაკი არ მომიყვანს სახში, თორე გავგიჟდები იცოდი. არ მინდა მამასთან ლაპარაკ, არ დამალაპარაკო მეთქი. ნიკა, ხოზურა. ხარ გაბრაზებს. 2.800-იანი ქაშაყი, არ გადამრიო. შენ ბავშვს მიხედე მან. ელენე, აი შენი ჟაკეტი. თეკლა რამ ხარ გაუფუჭე? არა, რა უნდა ამ ლაქას ამოყვანას ელენე? აი, ხუთში ამოიყო ამით. მართლა. კარგი რომ თეკლა, კარგი რომ. არაფერს აღარ გათხოვებ. საერთოდ არც შენი ტანსაცმელი არ მინდა. აი აიღეს ჟაკეტი, აი აიღეს ნემსი და ძაფი და არც ის დააკერე, არც ისე არ გამიხვევი. რა?